მოგესალმებით, მეგობრებო. სულ მალე მთვარის და მზის დაბნელება გველოდება მარტში. 14 მარტს გვექნება მზის და მთვარის დაბნელება ქალწულის ღერძზე 24 გრადუსზე. ვინც კარგად ერკვევით ასტროლოგიაში, მიხვდებით ეს გრადუსები რატო არის მნიშვნელოვანი, თქვენ პირად რუკაში ნახოთ რა ასპექტებს აკეთებს ეს დაბნელება და 29-ში გველოდება მზის დაბნელება. საერთოდ ასტროლოგიაში ასეთ პერიოდს ვეძახით ხოლმე დაბნელების დერეფანი. ის ორკვირიანი პერიოდი მნიშვნელოვანი არის ხოლმე, მაგ პერიოდში დიდად მაინც არაფერს ახალს არ ვგეგმავთ, დაბნელების დღეებში განსაკუთრებით, მაგრამ რო ავხსნა თვითონ დაბნელების ხასიათი როგორი იქნება, ხო? ჯერ მნიშვნელოვანი დაგითხრათ, რას ნიშნავს თვითონ დაბნელების დერეფანი და თვითონ დაბნელება. ეხლა ამჯერად უფრო მთვარის დაბნელებაზე ვილაპარაკებ, ვიდრე მზის დაბნელებაზე, მეორე ვიდეო შემოგთავაზებთ მზის დაბნელებაზე. მთვარის დაბნელება ქალწულის ზოდიაქოში რომელიც დახმავალ კარმულ კვანძს უერთდება, აქ მთვარე, ხო? ეს მნიშვნელოვანია კარმული კვანძები, ეს არის ის წერტილები, ფიქტიური წერტილები, რომელიც გვაჩვენებს რა მიმართულებით ან უნდა ვიაროთ, ან პირიქით უკვე უნდა შევამციროთ ცვლა, მაგრამ ბალანსი უნდა დავიცვათ. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი მიმართულებით ცვლას, ეს ნიშნავს, რომ აი სადღაც შუა ბალანსი უნდა ვიპოვოთ. კარმული კვანძები იანვარში გადავიდა თევზები ქალწულის ღერძზე და კარმული კვანძების დაბრუნება აქვს, ვისაც ეს ღერძი აქვს თვითონ ნათალურ რუკაში, მათთვის ეს წელიწადნახევარი მნიშვნელოვანი პერიოდი ირთვება. მაგრამ თვითონ როდესაც ეს დაბნელება ხდება ხოლმე ამ კარმულ კვანძებზე კონკრეტულ ნიშანში, ხო? ის გვეუბნება უკვე ძალიან კონკრეტულად რა არის, ნელა გასაშვები ხელიდან. ანუ რა მიმართულებით უნდა დავასრულოთ თითქოს სვლა და უნდა ჩავთოთ აღმავალი მიმართულება, მაგრამ თვითონ რო აგიხსნათ ახლა თვითონ რა ხდება ამ დაბნელებაში, დაღმავალი მთვარის შეერთებაში არის, ზუსტი ოპოზიცია არის მზესთან, საერთოდ დაბნელება მაშინ ხდება, როცა მზე და მთვარე არის ოპოზიციაში ერთმანეთთან და კარმული კვანძები როცა არის შეერთებაში და სატურნი ჩვენი ცოტა ისე დისციპლინის სიმკაცრის პლანეტა არის მზესთან შეერთებაში თევზებში. იქვე გვერდზე არის აღმავალი კარმული კვანძი და იქვე გვერდზე არის ნეპტუნი, რომელიც ასევე თევზებში, საკმაოდ ძლიერად ავლენს თავს. ეხლა თვითონ ხასიათი, როცა ეს ენერგია ჩანს აქ, ხო, ქალწული გვეუბნება, რომ ქალწულის ენერგია ეს არის პრაგმატიზმი, გონიერება. სხვათა შორის საჯარო პოლიტიკაში ვხედავთ ამ დაბნელების გავლენას, იმიტომ რომ საკმაოდ ადრე ირთვება ხოლმე, 2-3 კვირით ადრე უკვე ერთი თვიდან უკვე შესამჩნევი არის დაბნელების ტენდენციები, მაგრამ აქტიურად უკვე 2 კვირით ადრე იწყება ხოლმე ტენდენციები და თუნდაც გლობალურ პოლიტიკაში რო შევხედოთ ზელენსკის და ტრამპის შეხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაკვირვებით მაინც მაქედან არაფერი არ გამოვიდოდა, ზუსტად ეგეთი თარიღებით შეირჩევა ხოლმე, რომ არაფერი არ გამოვიდეს, ხო? და ის დაიწყო პირველი მარტიდან განსაკუთრებით ეს თვითონ დაბნელების ენერგეტიკა და ზუსტად ამ ფონში მოხდა ის ენერგია, რაც მოხდა, ხო? ეხლა რასაც ვადევნებთ ყველანი თვალყურს. ეხლა გლობალური პოლიტიკიდან დაწყებული ჩვეულებრივ ინდივიდებთან დაბნელება ჩვეულებრივად ყველაზე მუშაობს და ხასიათი ამ დაბნელების, ეხლა თუ აკვირდებოდით, იყოს სადღაც აი მსოფლიო დონეზე ქალწულსა და თევზების ღერძზე, ეს იყო საკმაოდ ესეთი ქალწულის ენერგია, მისი ნეგატიური განხრა ქალწულის ეს არის ცოტა მესჩანდობა, ცოტა პრაგმატიზმი, ცივი გონება, აი სიცივე, რომ აი მარტო ფორმულებში რო უყურებთ, ყოველგვარი ემოცია და გზნობები რო გამოთიშული გვაქვს ამ ყველაფრისგან და აქ დგას მთვარე დაღმავალში. ანუ თითქოს სამყარო გვეუბნება, რომ ნენელა უნდა გაუშვათ შინაგანად ყველას ეხება ეს ცოტა მესჩანობა, ან ვიღაცასთან ეს საკითხი არ დგას, მაგრამ დგას ქალწულის ზედმეტი რაციონალიზმი, ზედმეტი პრაგმატიზმი. აი ქალწულის ენერგია არის, ფსიქოლოგიურად კავშირში, აი ცივე თიმთან, რომელიც ემოციების გარეშე აკეთებს ოპერაციას მაგალითად, ხო? ან ემოციების გარეშე უყურებს, ადამიანი რო ძალიან ცუდად არის, მაგრამ ის უყურებს როგორც ეხლა ეს წამალი, ეხლა ეს ნერვი არის აქ გაციებული ან რაღაცა აი ძალიან პრაგმატულად უყურებს. აი იდეა რო აგიხსნათ, ეს არის ქალწულის ენერგია ჩვენთან.
და აი აქ როდესაც დაღმავალი დგას, ხო? აი თითქოს მთვარეც რომ ანდარი ეს დაბნელება რთავს, რომ რაღაც ახალი ენერგია არის ჩასართავი, უფრო თევზური. და თევზი ეს არის გულმოწყალეობა, თევზი არის სულიერება, ფსიქოლოგიური მხარე, ემოციური მხარე და ვატყობდით კიდეც ნახევარზე მეტი მსოფლიო, მაგალითად ეხლა იყო რაღაცნაირად ისე თევზურ ემოციებში, ხო, რომ აი რაც მოხდა პოლიტიკურ სივრცეში, ხო, ეს იყო აი რაღაც მერკანტილური, პრაგმატული პოლიტიკა საპირისპიროდ იქით უამრავი ადამიანის ემოციების უგულებელყოფით და ძალიან სხვა შეეს ვინც კი კარგად ფლობს ასტროლოგიას, ძალიან კარგად შეუძლია დაინახოს ტენდენციები, სად რა ხდება თუნდაც პოლიტიკურ გარემოში, სად არის სიმართლე და სად არ არის სიმართლე, თუნდაც ასტროლოგიურადაც შეგვიძლია დავინახოთ, იმიტომ რომ არის რაღაც კანონები სამყაროსი. ну тут სწორად გვესმის ეს სამყაროს კანონები, რა თქმა უნდა, თუნდაც ასტროლოგიის განხრით და ну ამაზეც ბევრი საუბარი შეიძლება, რა არის სწორი და რა არ არის სწორი, მაგრამ ну ყოველ შემთხვევაში ესეთი პრაგმატული ასტროლოგიიდან შეგვიძლია ეს დავინახოთ. მაგალითად, როდესაც ახლა დაბნელების დერეფანი არის, სადაც არის ქალწულის და თევზების ღერძი, აქ გვეუბნება, რომ მოიგებს მაინც თევზური ცნობიერება, თევზური აი თუნდაც ეს ევროპული იდეოლოგია და ღირებულებები რა არის, ხო, რომ შეიძლება პატარა ქვეყნები, მაგალითად, არ დაიჩაგრონ დიდ ქვეყნებთან, ხო, ეს რაღაც ქრისტიანული ღირებულებები არის ეს, რომ აი სუსტ უნდა დავეხმაროთ, სუსტ უნდა გვერდში დაუდგეთ, ეს არის ქრისტიანული ღირებულებები. პრაგმატული ღირებულებები ეს არის, რომ ვინც ძლიერია, ის იგებს და ის გადარჩება, ხო? აი ძალიან მარტივად რო აგეხსნათ. აი ამათ შორის დავინახეთ ახლა საკმაოდ ისეთი აქტიური ზღვარი და მხარეები დავინახეთ. აი პირდაპირ ვინ დგას ისეთი ვითომ რაციონალური ცივი იდეოლოგიით და ვინ დგას რაღაც აი ამ ყველაფრის მიღმა რაღაც უფრო ქრისტიანული ღირებულებები, ხო? ეს იმას არ გეუბნებით ახლა შევაფასოთ იქ უკრაინული ხელმძღვანელობა და ის ჩვენშიც ადამიანურად სად გამოიწვია აქ სამართლიანობა, ხო? შინაგანი სამართლიანობა და რატო სამართლიანობა? იმიტომ რომ ამავე დროს სატურნი არის მზესთან შეერთებაში და მზე სატურნის შეერთება ეს აი ვინც უფრო მტკიცედ შეიძლება იდგას პასუხისგებლობით, ეს ეხება ყველას, ახლა თუნდაც ჩემ შემთხვევაში ხო მე მიუხედავად იმისა, რომ არა მაქვს ამ ღერძზე ტრანზიტულად, ვერ ვიტყვი, რომ ხა რამე ასპექტს აკეთებს ჩემთან ეს დაბნელება და დიდად არ მეხება, მაგრამ მაინც ვინც არის ღირებულებების მხარეს, აი ხა ქრისტიანული ღირებულებების მხარეს და მტკიცედ არის მაგალითად აქ ჩანს უკვე რა ენერგია შემოვიდა სამყაროში და გვეუბნება ეს დაბნელება, რომ ეხლა რა პერიოდიც არის და რა გადაწყვეტილებასაც ჩვენ ვიღებთ და რა ენერგია შემოდის, ну ეს ძალიან დიდხანს იმუშავებს. ეს ძალიან გლობალური კუთხით რო აგიხსნათ. ცოტა უფრო ადამიანური კუთხით ამ დაბნელებაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ დაბნელებას კარგი ასპექტები აქვს მაინც ურანთან, აქვს ესეთი კარგი ტრიგონი, ჰარმონიული, ну მთვარე სექსტილი აქვს და ასევე ურანთან აქვს ჰარმონიული მარსი, ურანი არის კარგად ჩართული. ეს რაღაც დონეზე მარსი ეს არის მოქმედება და ურანი ეს არის ნოვატორობა და იქით სატურნი დგას სიმტკიცე, სიმყარე რაღაცნაირად ეს თვისებები იქნება ამ დაბნელებაზე უფრო წამყვანი იმ ღირებულებებისთვის, რასაც თევზები ავტარებს. მაგალითად, თვითონ ადამიანურ მოვლენებში, ადამიანურ ენერგიაში, ხო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თევზის და ქალწულის ბალანსი არის შიგნით დასაცველი. აი ცოტა ისეთი მერკანტილიზმი ან ცოტა ისეთი პრაგმატულობა, ნენელა გასაშვები არის და თევზური მიუხედავად იმისა, რომ ეხა ბევრი რაღაც ხდება უკვე თევზებში და მთელი ენერგია არის თევზურად ჩადებული, იქ ნეპტუნი იქნება მაგალითად იქ სატურნის, ხო, და აღმავალი კარმული კვანძის, თევზები ჩვენთან არის, რომ უფრო სულიერი მხარე უნდა დავიჭიროთ ჩვენში, უფრო ფსიქოლოგიური მხარე განვავითაროთ, ფსიქოლოგიური კვლევები. თევზები არის, იცით როგორი ფსიქოლოგია? აი შიგნით შიდა სამყაროს რო ვეძებთ და არა გარე სამყაროს. მაგალითად, თუ ქალწული ეძებს ადამიანს ნივთიერებებში და ну აი სხეულის გამოკვლევა მაგალითად იქ რასაც ვჭამთ ის რა ნივთიერებები არის იქ მერე
შეთვისებული ორგანიზმში და ძალიან სხეულზე ვართ და გარეთ ვართ უფრო მიმართული, თევზები არის უფრო შიდა სამყაროს ძიება, უფრო სულიერი ფსიქოლოგიური მხარის ძიება. ეს არის ღირებულებებით სისტემაც, იმიტომ რომ ვიცით რომ ნეპტუნი ეს არის ამავე დროს თევზების მმართველი იუპიტერის ზედა ოქტავა და იუპიტერი ზედა ოქტავა ცოტა ისე სხვანაირად ვენერასაც არის ვენერას ზედა ოქტავა არის ესეთი დიდი სიყვარული იუპიტერი ისა ნეპტუნი მაგრამ თვითონ მმართველობის კუთხით შულტოსანში შვენივრად გზნობს თავს ხო ნეპტუნი შესაბამისად აი იუპიტერის უფრო ფართო ხედვაც ეს არის ნეპტუნური ენერგია რომელიც გვეუბნება რომ აი ჩვენ ღირებულებებში უნდა ჩამოყალიბდეთ თუნდაც ქრისტიანული ენერგეტიკა ეს მთლიანად თევზური ენერგეტიკა არის აი მოყვას ეს სიყვარული მიტევება ეს რაღაც შინაგანი მიტევების ემოციაც არის ხო თევზური ანუ ეს არის ძალიან აქტუალური დღესდღეობით ეს ღირებულებები აი ამ მიმართულებით ენერგიას რთავს ეს დაბნელება ძალიან კარგი არის მედიტაციური პრაქტიკები ახლა ეს ჩაბლონს გიყვებით რომ აი მედიტაცია და ისა უფრო სიღრმისეულად რო ჩაუღრმავდეთ ხო ეს არის ცოტა ბალანსი როგორც ჯანმრთელობის კუთხით რო აი თქვა რუტინები გავწეროთ თქვა აი მივაქციოთ ყურადღება ჯანმრთელობას როგორც ფიზიკურს ასევე მენტალურ ჯანმრთელობას ხო აი შინაგანი ძიება საკუთარი თავის ეს ენერგია ისედაც ხო კარმული კვანძები თევზების ღერძზე აღმავალი კარმული კვანძი უკვე ამას რთავს ამ ენერგიას რომ ახლა არის პერიოდი მოგზაურობის გარკვეულწილად ემიგრაციისაც გარკვეულწილად საკუთარ თავში ჩაღმავების რომ უნდა დავინახოთ რომ ეს ჩვენ შინაგან სამყაროში შეიძლება გაცილებით დიდი სამყარო არის და აღმავლად თევზებს აქვთ ამისი რაღაცნაირად ცხოვრებისეული მოვლენებიც ესე ემთხვევა რომ აღმოაჩენ რომ თურმე სამყარო გაცილებით დიდი არის ვიდრე უბრალოდ სხეული უბრალოდ რასაც ვუყურებთ გარეთ და ეს ჩვენი ცნობიერი გაწეული ხო ცნობიერი რეალობა არ ასახავს იმას სიამდვილეში რაც შიგნით შეიძლება იყოს ხო არა ცნობიერის კვლევაც ჩვენთან თევზების ენერგია არის სხვათა შორის როცა ამდენი კონცენტრირება ხდება თევზებში და მალე სატურნის მივა უკვე ნეპტუნთან და აქ გარკვეულწილად ძალიან ფრთხილად უნდა ვყვეთ სხვათა შორის წყალდიდობებთან და წყლის თემატიკასთან მაგალითად ჩვენთანაც თუნდაც აი რაღაც უხვი ნალექი დიდი თოვლი და მერე წყალდიდობის რისკი რო შეიძლება იყოს ზოგადად წყლის თემა ნეპტუნი თან სატურნი რომ მივამანდ არის აქტუალური სხვადასხვა ქვეყნებში. შეიძლება იყოს ქარიშხლები, შეიძლება იყოს წყალდიდობები, ზოგადად ეს ენერგია ამას რთავს ხოლმე. და აი ბევრი წყალი, ხო, ეს ბევრი წყალი რა ენერგია არის აქ ჩვენთან, ხო? აი სადღაც თევზები ეკოლოგიასაც აჩვენებს, სადღაც ეხლა ძალიან გლობალურადაც ხსნი, ზოგადად სისტემა რო აგიხსნათ, ხო, ეხლა მარტო ჩვენ ხო არა ვართ ჩვენი პირადი ინტერესები, რომ ახლა მე პირადად როგორ ვიქნები, ხო, აი ზოგადად თუ არ გავიგებთ მთლიანობაში როგორ მუშაობს ეს დაბნელებები, იქამდე ცოტა გაგვიჭირდება, თუნდაც ჩვენთანაც გავიკოთ, ხო, რაღაცები. იმიტომ რომ თევზები არის კოლექტიური ენერგეტიკა და ეს არ არის აი ქალწული თუ არის რომ მე სადღაც მარტო მე ვარ და ну ჩემი მსახურება, ჩემი ვიწრო სფერო, თევზები ეს კოლექტიური ენერგია არის. ანუ რაც ხდება გარშემო ყველაფერის რო ყველას გვეხება, ეს ენერგია არის თევზების და თუნდაც ახლა რაც მოხდა ამერიკის შემთხვევაში, ხო, მაინც აბსოლუტურად ყველა შეეხება. და ეს არის ზუსტად კოლექტიური ენერგეტიკა, სადაც სატურნის გავს აქ მზესთან ერთად, ხო, რაღაც ცოტა ისეთი შემზღუდველი არის სატურნი და ზღუდავს მზეს და ზღუდავს იმას სხვათა შორის, რომ თუ არ იქნება აი ეს ბალანსი დარღვეული, დაცული, ხო, ქალწულსა და თევზებს შორის, იქ სატურნი ცოტა ისეთი მკაცრად ირთვება. მაგალითად, ვინც ქალწულის ენერგიას გამოვლენს, თუმცა აი სამსახურში არის რაღაც კორპორაციაში ადამიანი და აი ძალიან აწვება ამ ქალწულს, ხო, რომ იქ რაღაც შენი ემოციები არ მაინტერესებს, მხოლოდ აქ სარგებელი არის მნიშვნელოვანი, ხო? აი იქ სატურნი უკვე ცოტა მკაცრად ჩაირთვება და მაინც ეს აღარ იქნება უახლოეს ენერგიებში წახალისებული. დაბნელებების ენერგეტიკა რა არის, იცით მეგობრებო, რომ აი ადრეც სხვა ვიდეოებშიც ვამბობდი ხოლმე, თუ რაღაცას ენერგია არ ყოფნის, რომ ბოლომდე გადაწყდეს. აი როგორც მაქანა რომ ბუჭდებათ ხოლმე და რომ აწვევიან, ხო, უცებ რომ ვიღაცები გამოჩნდებიან და მიაწვევიან, აი
ესეთი კუთხით მუშაობს დაბნელება. ეს არის ფაქტიურად მიწოლა სიტუაციაზე, რაც ცოტა რთულად გამოდის, აი ბოლომდე გამოვიყვანოთ. ეხლა არის ერთი მნიშვნელოვანი, რომ დაბნელების პერიოდში არაფერს ახალს არ ვაკეთებთ. ოპერაციები იქნება, ახალი საქმე იქნება, თუ რა არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ანუ აი რაც ახლა თუნდაც ამ ტრამპის და ზელენსკის მოლაპარაკებებში მოხდა, დაახლოებით ის ხელმოწერა, როგორც ჩატარდა, ისე ჩატარდებოდა, ხო? იმიტომ რომ ეს ცოტა ნეგატიური ენერგია. თუმცა ამ პროცესმა რაღაც სერიოზულიც დაძრა მსოფლიოში და სერიოზული რაღაც ესეთი ცვლილებების მომასწავლებელიც არის, ეს არის ზუსტად კვანძების ენერგეტიკა, ვინც დაღმავალზე, ქალწულის ენერგიით მიუდგა საქმეს, იქ სატურნი ჩაირთო სერიოზულად, ხო, თევზზე, კოლექტიურად შეიძლება აქ სერიოზული გაერთიანებებიც ვიხილოთ და მე იქ სხვა რუკებიც რაც ვნახე, სხვა ქვეყნების ან გაერთიანებების მან სერიოზული ცვლილებები იქნება უახლოეს პერიოდში, მაგრამ თვითონ სხვა ამერიკის რუკაში ძალიან მნიშვნელოვანი ეს დაბნელება პირდაპირ მათ მეათე სახლში ჯდება და ეს მეათე სახლი ეს ხელისუფლებების ღერძი არის და რატომღაც გონია რომ აი ამ პერიოდიდან დაიწყება რაღაც სერიოზული პრობლემები ამერიკულ ან ხელისუფლებებში ან სახელისუფლებო ვერტიკალში, სტრუქტურებში, სახელმწიფო სტრუქტურებში შეიძლება სერიოზული კრიზისები დაიწყოს, მაგალითად, სამსახურიდან დათხოვნა ეს ისედაც არის გამოცხადებული, ხო, იმიტომ რომ ქალწულის ღერძი ეს არის რაღაცა ის სამსახურებში რაღაც პრობლემები შეიძლება იყოს. შეიძლება მარტო მანდ კი არა იმ სოფლიო მასშტაბითაც, აი რაღაც სამსახურებთან დაკავშირებით ან მატერიალური კრიზისი შეიძლება დაიწყოს ქვეყნებში. ანუ დაბნელება საკმაოდ დიდხანს რთავს ახალ ენერგიას და ეს პირველი ისეთი საფუძველია საძირკველი, რაც თუნდაც ახლა მოხდა, ხო, ამ დერეფნის წინა პერიოდში, რომელიც შემდეგი უახლოესი პერიოდი, წლებიც კი იმუშავებს უკვე ტენდენციას შექმნის. და ქალწული ეს არის სამსახური, ეს არის მუშაკები, ეს არის რაღაცა ის პროფკავშირები, გაერთიანებები და აი აქ ხდება დაბნელება, ხო? და ამერიკის პირდაპირ ესეთ ღერძზე ხდება ეს დაბნელება, მეათე სახლში მე მზის დაბნელებაც მანდვე უწევთ. ახლა რო ჩავრთო ამერიკის რუკა და რატო არის ხა მნიშვნელოვანი ამერიკის რუკა, იმიტომ რომ რეალურად ეს დანარჩენ მსოფლიოზე ახდენს გავლენას, ხო? და ტენდენციების თვითონ ახლა ვინც სწავლობს ხოლმე ასტროლოგიას, მათთვისაც საინტერესოა ეს დაბნელების თვითონ ანალიზი როგორ უნდა ვისწავლოთ, ხო? და ანალიზში გლობალური პროცესები ძალიან კარგად აჩვენებს ხასიათს, თვითონ ენერგეტიკულ ხასიათს დაბნელების. და აი ეს კრიზისები პირდაპირ ზუსტად მეათე სახლს უერთდება, დაღმავალიც და მთვარეც და ეს გარკვეულწილად გამოიწვევს თან ახლოს არის ფაქტიურად იქვე არის შამთვარესთან და ეს შამთვარეც არის აქ ჩართული და შამთვარე უკვე აჩვენებს ახლა აი ზუსტად რო გითხრათ 7 გრადუსი არის განსხვავება მარტო 20 გრადუსზე ყავს შამთვარე ამერიკას და ნეპტუნს უერთდება თან შამთვარე და აი ერის ხასიათი ნეგატიური მხარე, ბნელი მხარე მისი, ხო? ეს ყოველთვის ჩანს ხოლმე შავმთვარის მდებარეობით. ხა ჩვენ მაგალითად შავმთვარი მშვილდოსანში ყავს, შეიძლება ეს იყოს, რომ აი სულ უცხოეთთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, თან გვინდა იქ, თან არ გვიღებენ, ან როცა გვიღებენ, მაშინ ჩვენ აღარ გვინდა და მოკლედ 1000 რაღაცები, ხო? ეს ღირებულებათა კრიზისიც არის მშვილდოსანი. და ჩვენ პრობლემა ზოგადად წესით უნდა ვეძებოთ მშვილდოსნის ენერგიაში. ამერიკის პრობლემა რა უნდა იყოს? ახლა ნეპტუნი უერთდება შავმთვარეს, ხო? ნეპტუნი ეს არის ილუზიები, ეს არის ძალიან ზედმეტი გულმოწყალეობა, ზედმეტი ირაციონალობა, ამ დროს ქალწული ვითომ რაციონალურია და აი ცოტა მერკანტილური, ცოტა აი ფინანსებზე გადამეტებით, ვაჭრული თემა ქალწულის არის, ხო, ჩვენთან. ნეგატიური კუთხითაც, აი შიმშილის რო გვეშინია და არა კუროსნაირი შიმშილის, არამედ აი სიხარების შიში არის. ერთ წესით ეს უნდა კონდეს სიხარების შიში. და სხვათა შორის ამერიკის ისტორიას რო გადავხედოთ, უახლოესი ახლა ბოლო ესეთი 10 წლეულები თუ რამე ახსოვს ამერიკას ყველაზე ისეთი ნეგატიური ეს იყო ფინანსური კრიზისები, სერიოზული დეფოლტები და კრიზისები, რომელიც ქალწულთან არის ზოგადად დაკავშირებული. ხო, ანუ თუ ამერიკას რამე ტრამვად ახსოვს, ეს იყო სიღარიბე. ეს არის ლიტის თემა და არის სულ მეორე უკიდურესობაში ახლა რაღაც სიმდიდრე
ძალაუფლება ამ სიმდიდრიდან გამომდინარე, ან სრულად სიღარიბე რაც ჰქონდათ, ხო, გამოვლილი. ანუ ეს სტრესებს, რეალურ ტრაუმებს ეს გვაჩვენებს ხო. თან ამ შამთვარესთან არის ოპოზიციაში სატურნი და მზე და თან იქვე არის დაღმავალი. ანუ ეს პროცესები რაც მოხდა ამ დაბნელებაზე და ამერიკას რაც არის შამთვარე მე მგონია რომ რაღაც ფინანსურ კრიზისს ალბათ ჩართავს ეს დაბნელება, რაღაც ფინანსურ პრობლემებს, ანუ ამერიკული საზოგადოების რაღაც ძირითად შიშებს დაარტყამს ჩემი აზრით და ძირითად ენერგეტიკულ პრობლემებს. შეიძლება ახლა ნეპტუნი, ლილიტი რა არის ზოგჯერ შეიძლება ძალიან ირაციონალური ქცევა, ძალიან ცოტა გულმოწყალე, ისეთი ცრემლებიანი საზოგადოება. ძალიან ყველაფერზე რო გული უჩუყდება და ლიტითებზივით მუშაობს ეს შეერთება ნეპტუნი ლილიტის. ან სრულად გაუგებარი და სრულად მიამიტი გულუბრყვილო საზოგადოება, ახლა იმაზე კი არ არის ელაპარაკი, რომ მთელი ქვეყანა ეგეთი არის. არც ჩვენ ქვეყანაში შეიძლება თქვათ, რომ ღირებულებების კრიზისი გვაქვს ყველას, ხო? აი ეს არის რაღაც ის ძირითადი მასა, ესე შეგვიძლია ვთქვათ, რომელსაც შეიძლება სად არის მოწყვლადი საზოგადოების რაღაც ნაწილი, დიდი ნაწილი, ხო? აქ შამთვარეზე ამაზე არის ხოლმე ლაპარაკი და ამერიკული საზოგადოების ეს შიშები, ეს პრობლემები შეიძლება იყოს, რომელზეც ახლა პირდაპირ ჯდება დაბნელება და ამ ქვეყნისთვის მე ესე ვფიქრობ, რომ ეს იქნება სერიოზული კრიზისი სამსახურებთან დაკავშირებით ან სისტემასთან დაკავშირებით, სახელმწიფოებრივი სისტემით, რომ მეათე სახლი ჩვენთან ღერძი არის, აი ბრაზე დგას ესე, სხვა შორის ასტროლოგიურ სკოლა მეწყება სულ რამდენიმე დღეში და აი ამას სერიოზულად და ესეთ ასპექტებს დავამუშავებთ. ვისაც გაქვთ ინტერესი, შეგიძლიათ მომწეროთ და მეორე მსგავსი კურსი მექნება შემოდგომაზე სექტემბერში დაახლოებით და ესეთ кейსებს გავდივართ ხოლმე, ოღონდ პირადი რუკებით, მონაწილეთა პირადი რუკებით. და ზუსტად ეს მეათე სახლი, როცა მე ღერძი მაქვს, როცა მე სახელმწიფო სტრუქტურები მაქვს, აი იქ რაღაცა ჩამოშლა მოხდება, რომელიც შეიძლება ეკონომიკური კუთხით შექმნას პრობლემები. თან სატურნი შევიდა უკვე მათ, ესე იგი მთვარე დაბნელდა მის მეათე სახლში, ეს არის სახელისუფლებო ღერძი, მეთაურობა, ესე რომ ვთქვათ და მეოთხე სახლში შეეძის სატურნი და მთელი ძირითადი პლანეტები და ეს მოსახლეობა არის, მიწები არის, ეს არის რაღაცნაირად აი, ნუ სატურნული ენერგია შედის უკვე, დაპირისპირება ხდება სახელისუფლებო ღერძის მოსახლეობასთან. ანუ მე ამ დაბნელებით ვხედავ, რომ ისეც ხომძიმეს ტრანზიტებზე იყო ამერიკული არჩევნები და ეს გამოიწვევს ყველასთან პრობლემას. ანუ ამერიკაზე რატო არის აქ ლაპარაკი, იმიტომ რომ ტენდენცია ესე ძლიერად რო არის ჩართული ამ დაბნელების, ხო? და აი ესეთ ასპექტებზე დაემთხვა აქ ამერიკასთან, ნუ ეს უკვე რაღაცნაირად მოასწავლებს იმას, რომ ეს გადავა სხვა ქვეყნებზეც, გავლენა იქნება სხვა ქვეყნებზე და ნეპტუნი აღმავარის შეერთება და სატურნი თევზები ეს ემიგრანტებისთვისაც სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. შეიძლება გახდეს, გაძლიერდეს ემიგრაციები, შეიძლება წყალდიდობების გამო, შეიძლება სამსახურის პრობლემების გამო, იმიტომ რომ ქალწული არის აქ ჩართული, ხო? ყველას ეხება ეს, შეიძლება რომ ძალიან ბევრს შეექმნა სამსახურთან დაკავშირებით პრობლემები, ან ბოლო-ბოლო ის რომ რაღაცა ბევრს ხო არ მუშაობ, იქნება და დასვენება ვისწავლო თევზები, დასვენება არის, სულიერი სიმშვიდე არის, რაღაცნაირად გამოცდასავით იქნება უკვე ამ პერიოდში, ენერგია ჩაირთვება, ანუ სამყარო გვთავაზობს ალტერნატივასაც, ხო, რომ აი ამ სისტემური, პრაგმატული აზროვნების მიღმა იქნება და ჭყალებს შევკითხეთ, მაზა მთელ ცხოვრებას იქნება და როგორი ლამაზია ეს ცხოვრება, ეს შეგრძნებითი და მე რაღაცას ვერ ვხედავ სწორად, ხო? და განსაკუთრებით შავი მთვარე ქალწული ოღონდ ძალიან ნეგატიური გამოვლინებით. ხო, ხა ყველას ესე არა აქ, რა თქმა უნდა. და თუ ადამიანი ძალიან ნეგატიურად თავლენს შავ-მთვარეს ქალწულში, ეს არის ადამიანი, რომელიც იმდენად მერკანტილური არის, რომ შეგრძნებები საერთოდ არ აქვს დედამიწასთან, ადამიანებთან, გრძნობებთან, მხოლოდ ცივი რაციონალური პრაგმატიზმი. და ჭყალებში ვამბობ პრაგმატიზმს, იმიტომ რომ როგორც წესი პირიქით ანტიპრაგმატიზმი არის ლიტი ქალწული, ამ რაციონალურობის მიღმა ზუსტად ცხოვრებას ვეღარ შეიგრძნობენ ხოლმე, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ვაბალანსებთ ხო, გარკვეულწილად იქ სხვა კომბინაციებს, არ არის აუცილებელი ახლა რომ ნიშნების ყველაზე დესტრუქციული მხარე გამოვალვინოთ. თუმცა ადამიანებს ეტყობათ ხოლმე, რომ შევხედავთ, ახლა ვიცით უკვე
რა დონეზე იყენებს თავის რუკას, ხო? ანუ ერთი არის რუკა როგორ არის, მეორე როგორ ვიყენებთ ამ რუკას ჩვენ, პოზიტიურ მხარეს ვრთავთ და ნეგატიურ მხარეს. და ესე ჩვენი არჩევანი არის, რა თქმა უნდა. და რაც შეეხება ახლა თვითონ კიდევ დაბნელების დერეფანზე რო გელაპარაკოთ, აი როგორ რაღაც არის იცით, კლასიკური მიდგომით არის რომ ამ დაბნელებაზე არაფერი ახალი არ უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ძალიან ცუდად მოგვიბრუნდეს. მაგრამ აქვს დაბნელებას მეორე მხარეც. ზოგჯერ ისეთი ძლიერი ენერგეტიკა აქვს დაბნელებას, ზოგჯერად თვითონ ძლიერი ენერგეტიკა აქვს, მაგრამ აი დერეფანში რაღაცეები თუ ხდება, ის უკვე ძალიან სერიოზული არის, ის ძალიან დიდხანს ცხოვრობს. ამიტომ ესე ერთი შეხვედრით ვერ ვიტყვი, რომ რაღაც პროექტი არ დაიწყოთ და რაღაც სერიოზული რაღაც არ გააკეთოთ, მაგრამ როკაც უნდა გვიწყობდეს ამაში ხელს. ან თუ დაბნელებაზე ვართ დაბადებული, ან რაღაც ისეთი ტრანზიტულად ძალიან კარგი პერიოდი გვიჭდება, შეიძლება პირიქით სერიოზული რაღაც მოხდეს. ახლა ვის რომელ სახლში გაზდის და რომელ სახლში უხდებათ ეს დაბნელება, მან მნიშვნელოვანი არის უკვე დავინახოთ, აი მაგალითად ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ზუსტად ტრამპის რუკა გათამაშდა ძალიან კარგად მანდ და ამერიკის ტრანზიტული კომბინაციებით მე ადრეც გითხარით ეს რომ ამერიკის არჩევნები როდესაც მოხდა და ტრამპი ერჩიეს მათ სატურნს შეუერთდა შავი მთვარე. როცა ესეთ რაღაცები ხდება, ყოველთვის იქ რაღაცა ცუდი, რაღაც, ну აი ძველი ასტროლოგიით ვეძახით რაღაც სატანური ენერგია, ბნელი ძალები და ასე შემდეგ, მაგრამ თანამედროვე ფსიქოლოგიური ასტროლოგიით ჩვენ ვეძახით, რომ გასაცდური, რომელიც გასავლელი არის. აი ამ ლირიტმა შეიძლება ამოყაროს ის არაცნობიერში, რაც ამერიკულ სახელმწიფოს, აი რაც არ ჩანდა. და იქ შიგნით იყო აი ეს რაღაც ისეთი საშიში მხარე, რომელიც უნდა ამოვიდეს, გაცნობიერდეს და დამუშავდეს. ამიტომ ესე ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ძალიან ისეთი ბედურება და შავი ენერგია და რაღაცა. უბრალოდ როცა მეორე მხრიდან რაღაცა ხდება, იქ ეზოთერულად ესე ვიძახით, რომ იქვე რაღაც ცუდი ტიპებიც ჩდებიან, ხო? ვინც ამ ცუდ რაღაცას გააკეთებენ. მაგალითად, როდესაც ახლა ეზოთერული კუთხით ან განსაწმენდელს ან რაღაცას ვიძახით, ცოტა ესეთი მაჯლეჯუნა ტიპები აკეთებენ კარგ საქმეს რეალურად. ოღონდ მათ ის ენერგეტიკა აქვს, რომ ამ როლში იყვნენ. აი, ამას ვამბობ დიდ სურეთში რო შევხედოთ, ხო, ამ ყველაფერს. ამიტომ ყველას თავისი როლი აქვს, უბრალოდ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვისი იარაღი ვიქნებით, ნათელი მხარის თუ ბნელი მხარის ჭყალებში ბნელ მხარეს ვამბობთ. ხო, ეს არჩევანი ჩვენ გასაკეთებელი გვაქვს, თუმცა ორივე ენერგია რო საჭირო არის, ეს ეზოთერულად ნამდვილად ესე. ამიტომ მათი რუკა და ეს ტრამპის ისტერია რაც იყო ჩართული ასევე სატურნის ზუსტ ოპოზიციას უკეთებს. მათ სატურნს, ანუ ორივე სატურნი არის ჩართული აქ, სატურნი მზე და სატურნი ლილიტი. არჩევნების დღესაც და მთელი ეს პერიოდი ეხლაც ეს ხდება, ხო? და ეხლა დაბნელება ჩდება ისევ შავ მთვარეზე და ისევ აქეთ სატურნთან. ამიტომ ეს უკვე ამერიკისთვის აღარ მგონია სახუმარო თემა იყოს. სატურნი ეს არის სახელმწიფო ვერტიკალი, ნათალურ რუკაში ამერიკას სასწორში ყავს, სასწორი სამართლიანობა არის, ეს არის პარტნიორული ურთიერთობები, აი კარგი კარგ პარტნიორებთან ურთიერთობა და შავი მთვარე ამას დაანგრევდა აუცილებლად. ბოლო გრადუსებზე არის ახლა შავი მთვარე სასწორში, სასწორმა მოარღვია მთელი პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც ევროპისთვის შეიძლება ძალიან კარგი იყოს სინამდვილეში. და ჩვენ არ ვიცი მან სად ვართ და აქ ვერავის ვერ დავაბრალებ იმის გარდა რომ ჭკვიანი ადამიანები საქართველოში ან იდევნებიან ან არ უყვართ ან გაგდებულები არიან ან უბრალოდ ცოცხლები აღარ დატოვეს ხოლმე, ხო? ისე რაღაც ისტორიულად ესე გვაქვს ხოლმე და ჩვენ რეალურად არ ვართ ხოლმე მზად არანაირი კრიზისისთვის, თუნდაც ინტელექტუალური თვალსაზრისით. და ეს ყველა მხარეს ეხება ხოლმე ჩემი გადასახედიდან. მაგრამ როდესაც ესეთი სერიოზული პროცესი არის აქ, ხო, მე მგონია რომ ევროპა ამისგან სერიოზულად უფრო გაძლიერდება, იქ ევროპის რუკას, სხვათა შორის ნატო მე მგონია რომ დაიშლება, იმიტომ რომ მე ადრეც ვთქვი რომ ნატოს რაღაც სერიოზული პრობლემები უჩნდება. ძირითადად სატურნი გადადის ახლა ვერტში და ძირითადად ეს დაბნელებაც გარკვეულწილად მათ ისეთ შავ მთვარესთანაც ხდება. მათ შავ მთვარესთან დაბნელება ეს სრულად სტრუქტურულად ცვლილებას მიანიშნებს, თლიანად შეცვლას მიანიშნებს, იმიტომ რომ
რომ აქ ესეთი საინტერესო კომბინაცია არის, რომ მეშვიდე სახლის ზონაში ხდება ეს და ეს პარტნიორები არის, ანუ პარტნიორებთან გაყრა, ანუ რაღაც სტრუქტურის შეცვლა შეიძლება საერთოდ სხვა პარტნიორული კავშირი შედგეს და არა, ვთქვათ, ესეთი იმ სახით უბრალოდ სხვა ის მოხდეს, ხო, სხვანაირი ცვლილება. მე მგონია უფრო რომ რაღაც სერიოზული პარტნიორული ისედაც არის აქ შავი მთვარე ამ პარტნიორულ ურთიერთობაში და მაგიტომაც იყო სულ ნატოს კავშირებთან რაღაც ისეთი პრობლემები, მაგრამ დაბნელება ახლა მაგ ღერძზე ხდება. და სატურნის ახლოს არის. ნუ ფაქტიურად შეერთებაში. მე სატურნი რო გადავა ამ კომბინაციებში, მთელი სტელიუმი ვერ შეყავთ და ცოტა სირთულეები გადატრანსფორმირება სერიოზულად მოუწევთ უკვე. სატურნმა უფრო სტრუქტურული ცვლილება იცის, იძულებითი ცვლილება არის სატურნი. აქ რო იყოს იუპიტერი, ეს იქნებოდა შემოვიმატეთ ხალხი. და სატურნმა დანაკლისი უფრო იცის, ანუ ვიღაცები გამოგვეყოფა. ეს არის უფრო, რომ იძულებულები ვართ რაღაც საერთოდ შევცვალოთ, ან უბრალოდ გამოიყოს და პარტნიორული ენერგია და მე მზესთან, მერკურთან ძალიან ბევრი ისეთი ძლიერი დარტყმების ქვეშ იქნება. ნატო და მე მგონი ამ დარტყმებს ისე ვერ გაუძლებს და მოუწევთ მთლიანად შეცვლა, ტრანსფორმაცია, ხო? მთლიანად სტრუქტურული ცვლილებები. ну ეს ამ ენერგიასთან ჩანს. თვითონ დაბნელების დერეფანში შეიძლება რაღაც სერიოზული ცვლილებები მოხდეს, ოღონდ რადგან სატურნი არის აქ მზესთან, ეს ცოტა იზოლებითი ცვლილებები მგონია და ცოტა ისეთი მკაცრი ცვლილებები და სატურნი სადაც არის არაბევრებს რაღაცებს ის პირიქით ამცირებს, ხო? და ჩვენ ინდივიდუალურად, რაღაცნაირად ამ ღერძში, ხალწული თებზების ღერძში უნდა ჩავერთოთ დასვენება, დაფიქრება, გაანალიზება, გულმოწყალეობა, სისუფთავე, სულიერ სისუფთავეს გულისხმობთ აქ და პრაგმატულობა და გრძნობელობა მე მგონია რომ თანაბრად მოგვიწევს რომ ჩავრთოთ და არა რაღაც ცივი პრაგმატიზმი. ეხლა ცოტა წამგებიანი არის ამ პერიოდში უკვე ეს ცივი პრაგმატიზმი, იმიტომ რომ ეს იქნება უკვე რაღაც ესეთი გასაშვები ენერგია, ხო? და თევზები უფრო დაკავშირებული არის absolutely ახალ გადატვირთვასთან, ახალ კოლექტიურ ენერგიასთან, ხო? შემდგომ ვეცდები რომ კიდევ სხვა შორის თევზები ხალწულისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ეს დაბნელება, რადგანაც მათთან ხდება ეს, ხო, მაგ ღერძზე. მაგალითად, ეს დაბნელების ინტერპრეტაცია რო გავაკეთოთ, ხა ზელენსკის რუკაში მეხუთე სახლში ხდება დაბნელება, დაღმავალი და აღმავალი უჯდება თავის მთელი ესეთი პლანეტებისგან, სატურნიც ასევე მე-11 სახლში გადის. მე-5 სახლი ჩვენთან ეს არის ლიდერობა, ეს არის რაღაც ესეთი ინიციატივები, თვითგამოხატვა, ეს სცენაზე რო გავართ და ესეთ ხალხში რო გავდივართ. მე-11 სახლი ეს არის თანამოაზრეები, ეს არის მეგობრები და მათ სატურნის ის. ეხლა თვითონ სატურნი, ტრანზიტული სატურნი, როცა გაგვდის მე-11 სახლში, აქ ცოტა გარკვეულწილად მცირდება თანამოაზრეების რაოდენობა და მხოლოდ ნამდვილი მეგობრები რჩებიან და აი ამ პერიოდში თან არც ისე დიდი ხნის შესული არის სატურნი მაგ სახლში და ნელა თავისი მეგობრები შეიძლება გადადგნენ, შეიძლება აღარ არიან, ანუ რაღაცები იცვლება აქ, ხო? მაგრამ აღმავალიც მან რო არის ჩართული თითქოს ზელენსკისთან ითხოვს ეს დაბნელება, რომ ახალი მეგობრები მოძებნე. უფრო მყარი, აი ხლა სატურნი მან რაღაც ისეთი სერიოზული ამერიკული მეგობრობაც გარკვეულწილად მოიხსნა, ხო? იმიტომ რომ ხა ჩვენ აქ გავდივართ როგორც სახელმწიფო სრუკას ფაქტიურად, იმიტომ რომ როცა არის პოლიტიკური ფიგურა ადამიანი, ის ფაქტიურად უკვე ქვეყნის ენერგიასთან შედის, ხო? და მასშტაბებიც იცვლება აბსოლუტურად. თუმცა აქ რო დაიწყო ახლა სატურნის სვლამ, ცოტა მომავალთან შეიძლება ბუნდოვნად იყოს და ბუნდოვნად ხედავდეს მომავალს, იმიტომ რომ მე-11 სახლი ჩვენი მომავალი არის, აქ ცოტა შიშებიც იცის ხოლმე მომავალთან დაკავშირებით. თუმცა აღმავალიც მაკეთკენ სვლას უფრო მყარი მეგობრების, თანამოაზრეების ძიება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ანუ უახლოეს პერიოდში ეს ტრანზიტი ამ ყველაფერს ჩართავს, უფრო გამოიკვეთება.
აი ესე ვხედავთ ხოლმე ხა ძალიან მოკლედ გითხარით და ესე ვხედავთ ხოლმე გარკვეულწილად რომელ სახში გადის ტრანზიტული დაბნელებები და მე რა ენერგიას რთავს ხომ და ანუ მასთან იქნება დაახლოებით მაგ ღერძი დიდი დოზით და თან შავი მთვარე გადიოდა ახლა ამ ზონაში შავი მთვარე ეს ზოგადად ეს ცოტა ისეთი რთული ენერგია არის მეხუთე სახლში მის რეპუტაციასთან მის აი ამ ინდივიდუალურ რაღაც ისეთ ლიდერულ ისეთ პოზიციასთან საკმაოდ დიდი ხანი არის გადის შავი მთვარე და საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა პლუს იქ პლუტონი მიდის მის მზესთან და ესეც ცოტა რთული ასპექტი არის მაგრამ აი ესე მთლიანობაში კრავთ ხა ძალიან მოკლედ გითხარით მთლიანობაში ვკრავთ ხოლმე ამ რუკას და ინდივიდუალური კუთხით ეს სახლები მეგობრებო გვაჩვენებს მთავარ ენერგიას სად იქნება კონცენტრირებული დაბნელების ზონა რა სახლებში რა სფეროებში შეგვეხება ხო გარკვეულწილად ხა ვინც ერკვევით ასტროლოგიას ამაში ამას უფრო კარგად ხვდებით ხლა მე ისეთ ჩემ ვიდეოებში უფრო ისეთი ყველასთვის რო იყოს საინტერესო არა მხოლოდ დამწყებებისთვის უფრო ისე ვცდილობ ხოლმე და ვინც სწავლობს მათთვისაც ვცდილობ ხოლმე უფრო მეტად რომ გასაგები იყოს და აი ესე ვადგენთ ხოლმე ნელ-ნელა და ამ დაბნელების პერიოდში მე მაინც გირჩევდით რომ ჯანმრთელობასაც ყურადღება მიაქციოთ რუტინასაც კვებასაც რეჟიმსაც იმიტომ რომ ქალწულის ენერგია არის და უფრო ამ რეჟიმში იპოვოთ ჰარმონია შინაგანი დასვენება პოზიტიური ემოციები ხა ესე ძალიან შაბლონურად ჟღერს და ზოგს გონია ხოლმე რომ აი რაღაც პოზიტიურ ემოციებს შევიქმნით ყველაფერი დაალაგდება ესე ზედაპირულად არ არის რა თქმა უნდა საქმე და გაცილებით სიღრმისეულად არის ეს პოზიტიური ენერგიები მოსაძებნი და აი ამ სიღრმეში როცა შევდივართ ჩვენ უახლოვდებით ნელ-ნელა შიდა შრეებს ფსიქოლოგიურ შრეებს და ზუსტად აღმავალი მან რთავს აი ამ ფსიქოლოგიურ შრეებს ხომ რომ ამასთან გქონდეს შეხება მეგობრებო და ეს ყველაფერი მინდა რომ გაითვალისწინოთ შემდეგ კიდე უნდა ჩაგიწეროთ ვიდეო მზის დაბნელებას შეგიძლიათ დამიწეროთ რა გაინტერესებთ, რა შეკითხვები გაქვთ, რომ გავითვალისწინოთ შემდეგი ვიდეოსთვის და შეგიძლიათ ესე რომ ვთქვათ, მოიწონოთ კიდეც ხოლმე ეს ვიდეოები, რომ სხვებმაც ნახონ ხოლმე. დაგემშვიდობებით მაშინ დროებით.